მოგესალმებით, ბატონებო, ქალბატონებო. ჩვენს ტელევიზიაში დღეს სტუმრად გვყავს მეგობრები ჩეჩნეთიდან. ძალიან საინტერესო თემით. საქმე იმაშია, რომ ბატონი მაგომედ ამიროვი ჩვენი დიდი მეგობარი და ადამიანი, რომელიც კარგად არის გათვითცნობებული ქართულ კულტურაში, ქართულ ისტორიაში და ძალიან ბევრ რამეს აკეთებს იმისათვის, რომ ეს მეგობრული ურთიერთობები იყოს გამტკიცებული და ჩვენი დელეგაცია 6 კაცისგან ახალმთელი აგერ 2 კვირის მანძილზე იყვნენ იქ და ბატონი მაგომედი იყო მთავარი მასპინძელი და ჩემები ართოვანებულები არიან და ჩამოვიდნენ აი ამ დიდი შტაბ-ეჭვდების ქვეშ. რაც შეეხება ბატონ ხასან ბაიევს, ის არის ექიმი, ადამიანი, რომელიც მოსკოვში წარმატებულად ეწეოდა თავის საქმიანობას და აი იმ მოვლენების დროს, რომელიც სამწუხაროდ ჩეჩნეთში მოხდა, ის ჩამოვიდა თავის კუთხეში, თავის რესპუბლიკაში, რათა როგორც ექიმს გაეწია დახმარება თავიანთი დაჭრილი თანამემამულეებისათვის და მოკლედ თავისი შესაძლებლობები შეიძლება ვთქვათ, რომ შესწირა აი ამ თავის სამშობლოს და თავის ხალხს. შემდეგ მოხდა ისე, რომ ბატონი გაემგზავრა უცხოეთში, კერძოდ შეერთებულ შტატებში და იქ დაწერა წიგნი იმ ომზე, რომლის მონაწილე და თვითმხილველი თვითონ იყო. ამ ჩეჩნეთის ომზეა ლაპარაკი. ჩვენ ახლა არ გვინდა აი ამ პოლიტიკური ბებში შევიდეთ, ჩვენ უბრალოდ აი ადამიანური მიდგომები, ადამიანების მიერ გაკეთებული გმირობა იყო ახლა მე მგონია, რომ ბატონ ხასანის მოქმედება და აი ეს წიგნი გამოშვებულია ინგლისურ ენაზე მის მიერ დაწერილი, ეს შეერთებულ შტატებშია გამოშვებული, რომელსაც ასე ეწოდება, ესე იგი ჩეჩნეთის ორი ომი. აქ არის ჩვენი თანამემამულე ქალბატონი, რომელიც დღეს უკვე თარგმნის ამ წიგნს ქართულ ენაზე და ის მალე იქნება გამოსული. აი ეს არის ყველაფერი ის, რაც მე უნდა მეთქვა. ახლა დანარჩენს მე მივცემ სიტყვას ჩვენს სტუმრებს. პირველ რიგში რა თქმა უნდა ქალბატონს მაპატიეთ თქვენ ცირა ბარამიძე. ქალბატონ ცირა ბარამიძეს თარგმნელს და როგორც მე აქ მათი შეხვედრის მოწმეს შტაბ-ეჭვზე დამჩა, რომ კარგად იცნობენ ერთმანეთს, მეგობრობენ და დიდი ლამაზი ურთიერთობები აქვთ ერთმანეთთან. ქალბატონ ცირა, ამა ესე იგი ახლა თქვენ უნდა აიღოთ თქვენ თავზე წამყვანის როლიც აი ამ ბატონებთან ურთიერთობა და როგორ არის და რა დღეშია დღეს ეს ნაშრომი და როდის იხილავს ქართული საზოგადოება ამ წიგნს. ძალიან მალე იხილავს. უნდა დავაზუსტო მცირე კორექტირებას შევიყვანო თქვენს შესავალში. უკვე იბეჭდება. მაგეთი არსებობს. ჩვენ გუშინ გავიარეთ მცირე რედაქტირება მასალის სურათების დოკუმენტური მასალის, რომელიც ამ წიგნშია. ფაქტობრივად ის იგი გამზადებულია, დაკაბადონებულია, რომელი გამოსცემია? არტანოჯი გამოსცემს დიდი ტირაჟით. გაითვალისწინა ბატონმა ხასანმა სტუდენტების ფაკულტეტს არტანოჯი გამოსცემს. ყველა სამუშაო გათვლილი ახლა დამიბრუნდა მე როგორც თარგმნელს და რედაქტორს ბოლო თვალისთვის და ვფიქრობ, რომ ერთ კვირაში მოვრჩები მე ამ მასალას და დაუბრუნებ დაახლოებით 2 კვირა არ დაჭირდება. თვის ბოლოს იმ თვის დასაწყისში წიგნი უკვე კითხველისთვის იქნება მზად. ახლა დავაზუსტებ სათაურსაც. მას ინგლისურად ეს გამოვიდა ინგლისურ ენაზე, არ არის არც რუსულ და ჩეჩნურ ენაზე. გამოვიდა მსოფლიოს 22 ენაზე 2003 წლის შემდგომ. წიგნი ძალიან პოპულარული გახდა ამერიკაში მაშინ გამოსვლისთანავე 2003 წელს. მასთან თანამშრომლობდნენ ნიკოლას და რუთ დანილოვები, ცნობილი ჟურნალისტები და აწირია კიდევ წიგნს. წიგნის ზუსტი სათაური ინგლისურად არის ფიცი, ქირურგი ომის
ქვეშ, ასე წერია ცეცხლის ქვეშ, მაგრამ მე ქართულად მას ქართული ელფერი მიმეციდა, რადგან ის ეხება ჩეჩნეთის ბოლო ომს, ქართულად დავარქვი თიცი, ქირურგი ჩეჩნეთის ომის ქარცეცხლში და შემოვიტანე ეს ქარცეცხლის კონოტაცია, რომელიც ზუსტად ასახავს იმ პრობლემებს და იმ სიტუაციურ მოვლენებს, რომელიც ამ ორი ომის დროს მძინვარებდა ჩეჩნეთის რესპუბლიკაში. უნდა ითქვას, რომ ძალიან მძიმე იყო ამ წიგნზე მუშაობა, ემოციურადაც, ფაქტობრივადაც მასალის ფლობის თვალსაზრისით, რადგან მის პოპულარობას შევეხედა ის, რომ ის 22 ენაზე ძალიან მალევე ითარგმნა და ბევრ ქვეყანაში გავრცელდა. ეს უკვე დათარგმნილია სპაიერში. მაშინვე არ არის მხოლოდ ხოლმე ჩეჩნურად და რუსულად ჯერჯერობით. თვითონ ეს ფართო მასშტაბი ბატონ ჰასანის დაინტერესების გარეშე ხდებოდა, ასე რომ ეს წიგნი გადადიოდა ხელიდან ხელში, მათ შორის ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, თურქეთში უზარმაზარი ტირაჟი წავიდა და ბოლოს აიგზავნა კიდევაც. და მე ვფიქრობ, რომ ეს გამოცემა ქართველი მკითხველისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეხლა მე შევხედავ მასშტაბურად, თუ შეიძლება ასე ითქვას, წიგნი როგორც ისტორიული დოკუმენტაცია, მე პერსონაჟი, რომელიც ფაქტობრივად პირველ პირში გვიყვება თავის განცდილ ამბებს, მე ამ წიგნის საერთაშორისო მნიშვნელობა, რადგან ბატონი ხასან ვაიევი არის ექიმის საზღვრებს გარეშე. დღეს ასე მოღვაწეობს ეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ის ატარებს ძალიან რთულ ოპერაციებს პლასტიკური ქირურგიის თვალსაზრისით. თქვენ როგორც აღნიშნეთ, ომის დაწყების წინ მას ჰქონდა ძალიან წარმატებული კარიერა მოსკოვში, სწორედ პლასტიკური ქირურგიის თვალსაზრისით. კრასნოიარსკში დაამთავრა მან იქ აწერილია ეს ყველაფერი ამ წიგნში და მე მინდა ვთქვა, რომ მისი ცხოვრება გადაჭრეჭულია, რა თქმა უნდა, თავისი ერის ჩეჩენი ხალხის ცხოვრებასთან და ეს ასახულია სიღრმისეულად. მოდი ჯერ შევაფასებ იმ პირველს, რა მნიშვნელობა აქვს ამ წიგნს. მინდა შევაფასო საერთაშორისო მასშტაბით ამ წიგნის მნიშვნელობა. თვითონ ის, რომ ამდენინაზე ძალიან სწრაფად გავრცელდა და ითარგმნა ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა, ადასტურებს მის აქტუალობას. არა მხოლოდ მოსაბჭოთა სივრცისთვის, არამედ ნებისმიერი სივრცისთვის, სადაც შეიძლება იყოს ცხელი წერტილი, სადაც შეიძლება მძინავდეს ომი. გამომდინარე აქედან, მიუხედავად იმისა, რომ ეს გასული საუკუნის ბოლო 10 წლეულს ასახავს, ის აქტუალურია დღესაც, რადგან აქცენტი, რომელსაც ავტორი ჰასან ვაიევი აკეთებს, რომელიც თვითმხილველია ყოველივე ამისა, ამავდროულად 1000 წლეულის ფაქტორით უყურებს პრობლემას, რა არის ომი. წიგნს ამიტომ ქვია ფიცი, ეს არის ქირურგის ფიცი, რომლისთვისაც სიცოცხლე არის უმაღლესი ღირებულება და ამ წიგნის მთავარი სათქმელი ის არის, რომ სადაც არ უნდა მძინვარებდეს ომი, ის არის საშინელება, რადგან ადამიანის სიცოცხლეს, როგორც უმაღლეს ღირებულებას სპობს. მთავარი მესიჯი არის ეს. ამიტომ გახდა ის საერთაშორისო აღიარების ბიოგრაფიული ვიტყოდი დოკუმენტური ნაშრომი, რომელიც ძალიან მხატვრულად არის გადმოცემული, იგრძნობა მასში ჩეჩნური მსოფლმხედველობა, ამაზე ცალკე ვისაუბრებ. საერთაშორისო გამომცემლებმა აიტაცეს ის ხელთ, გამომდინარე იქიდან, რომ უკვე ბატონი ჰასანი 2003 წელს უკვე ამერიკაში იყო, თავშესაფარიც მიიღო, რა თქმა უნდა ეს პრობლემები არსებობდა, მაგრამ მის გვერდით იდგნენ რუთი და ნიკოლას დანილოვები, რომელთაც ასევე ძალიან დიდი დამსახურება აქვთ ბატონი ჰასანის წიგნის შექმნაში, მათ მოტივაციაში. ახლა როგორ უნდა განვიხილოთ, როგორ მოხდა ეს წიგნი ჩემს ხელში და რატომ გამოიწვია ჩემი ინტერესი. ჩემი პროფილი სულაც არ არის თარგმნელობითი, მე ლინგვისტი ვარ, პროფესორი, რა თქმა უნდა, რამდენიმე ენას ვფლობდა, მათ შორის ინგლისურსაც, მაგრამ სულაც შემთხვევით აღმოჩნდი ბატონი ჰასანის გვერდით იტუნკალაში ძალიან დიდ ზეიმზე, ეროვნულ ზეიმზე, იტუნკალის 100 წლის თავი იმართებოდა და ბატონმა ჰასან მე ვიცოდი მისი პიროვნების შესახებ, მაგრამ პიროვნულად დავიცნობდი და ჩემო ძმობილმა მაგომებმა გამოცნო სწორედ ამ შეხვედრაზე დიდ ზეიმზე იტუნკალაში
ბატონი ჰასანი და როცა მე ვთქვი, მე თქვენ გიცნობთ, იმიტომ რომ თქვენ ჩაატარეთ უამრავი ოპერაცია ძალიან მნიშვნელოვანი რომ ხანდახან ერთ დღეში ათეულობით ოპერაცია უწევდა ომის პირობებში და როგორც სამედიცინო ისტორიაში შესტანილია როგორც იშვიათი მოვლენა ამპუტირება და ასე შემდგომ არის ესეთი რთული ომის ტრამვის როგორ ვთქვათ ქირურგიული ჩარევა ის შეუსვენებლად 24 საათი ყოფილა რომ გადაგმით მუშაობდა ამიტომ ექიმები საზღვრებ გარეშე რა თქმა უნდა დაინტერესებული იყვნენ ბატონი ჰასანის ფიზიკური შესაძლებლობებით შეიძლება ერთია რომ იცოდე და ქირურგი იყო მაგრამ როგორ შეგიძლია რომ ათეულობით ადამიანის ოპერაცია ჩაატარო საჭიროებიდან გამომდინარე ამიტომ მე სუპერ გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა რომ ბატონი ჰასანი არის გმირი ნამდვილი გმირი რომელმაც თავის პროფესიაში, ქირურგიაში გამოხატა თავისი ერის ნებელობა, სიმტკიცე და რაც თავარია, ფიცი რომელიც მან დადო ქირურგის ფიცი, არასოდეს მას არ დაუღვევდა, ეს იყო ძალიან რთული. ანუ გადავდივარ ახლა ამ პრობლემიდან, რომელიც იქშია ასახული, ის რა თქმა უნდა პირადად მას ეხება, ის აუბრობს პირველ პირში, ის გამოდის თავისი აულის, თავისი სოფლის, თავისი დედმამის ტრადიციებიდან როგორ ყალიბდება მისი ცნობიერება. ზოგადად ვინც ჩეჩნურ ფსიქოლოგიას, ჩეჩნურ კულტურას იცნობს,ისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნოხჭალა ამ ადათ-წესებზე აზრდილი ადამიანი, რომლის ისტორიაში წინა პერიოდის ტრაგიკული მოვლენები, რა თქმა უნდა, იყო ასახული. ეს არის დეპორტაციის მოვლენები, როცა ის თავის სოფელში მართლმაჯორში მიდიოდა თავის ძმასთან ერთად, როგორ უყურებდა იმ დიდ ხნარს, რომელშიც ადრე გვამები ეყარა და იმისა, ეს მის ცოცხლდებოდა მისი მშობლების და პაპის მონათხრობი ამ დიდ ტრაგედიაზე, ანუ ის იზრდებოდა როგორც მებრძოლი ხალხის, ჩეჩენი ხალხის განსაკუთრებული შვილი, მაგრამ ფიზიკურად იყო სუსტი. და ახლა მინდა ვთქვა, რომ ეს ფიზიკურად სუსტი გახდა თავის ძმასთან შედარებით, ჰუსეინთან შედარებით და ეს წერს ამ წიგნში, რომ სულ უნდოდა რომ ჰუსეინის მსგავსი მაინც გამხდარიყო ფიზიკურად და ის არის დღეს მსოფლიო ჩემპიონი, გახდა მსოფლიო ჩემპიონი. ესეც რომელ სპორტში? ძიუდო? Дзюдо сам. Брат? Брат тоже. Брат, да? Это вы чемпионом стали или брат? Он, Вы. ანუ აქ მინდა ვაჩვენო პერსონაჟის ტრანსფორმაცია, სულიერი და ფიზიკური ტრანსფორმაცია. როგორც ფიზიკურად სუსტ, უფრო მეტი мотиваცია ჰქონდა იმისთვის, რომ ჰუსეინისთვის ეჯობნა და მან იმდენი იმოჯიშა, რომ ის გახდა მსოფლიო ჩემპიონი ძიუდოში, რა თქმა უნდა, ამას ის რომ კრასნოიარსკში სწავლობდა, ხელი არ შეუშლია, რომ ის გამხდარიყო განსაკუთრებული ექიმი. მას უნივერსიტეტში ჰქონდა წარმატებული წარმატების პერსპექტივა და ეს აისახა კიდევაც მოსკოვში სამეცნიერო შესაბამის სამეცნიერო პროფილთან ურთიერთობაში, რომ არა ეს ომი, მე ვფიქრობ, ის გააგრძელებდა სამეცნიერო მოღვაწეობას პლასტიკური ქირურგიის მიმართულებით და მაინც გახდებოდა მსოფლიოში ცნობილი ექიმი, გარდა იმისა, რომ ის არის მსოფლიო ჩემპიონი. ახლა მინდა უშუალოდ მისი მონათხრობიდან თუ შემიძლია მოუკლედ ვთქვა ამ თავარი სათქმელი. ეს არის საზოგადოება, ჩეჩნური საზოგადოება. რა თქმა უნდა, ქართველებისთვის ნაცნობია ჩვენი მოძმენი ხალხია და ჩვენ ურთიერთობა ათასწლეულების მანძილზე ჰქონდა, მაგრამ რატომაც აღმოჩნდა ისე ისტორიულად, რომ დღეს თითქოს გაუცხოებული ვართ რაღაც მიზეზების გამო, რიგი მიზეზების გამო და ვფიქრობ, რომ ეს წიგნი გარდა იმისა, რომ ის ზედმიწევნით ასახავს ომის ტრაგედიას, ომის საშინელებას, ამის მიუხედავად ეს წიგნი ძალიან დიდ როლს შეასრულებს, რომ ჩაიხედოს ჩეჩენი ხალხის სულიერ მდგომარეობაში, გაეცნოს მას, როგორც ეს აძლევს მას ამის საშუალებას. თავარი საქმე არის ის, რომ ომი არის საშინელება და მით უმეტეს, როცა ის ქვეყნის შიგნით მოქალაქეები იყვნენ, თუ იმ ქვეყნის, რომელ ქვეყანაშიც ომი დაიწყო ამ ერის წინააღმდეგ. მე მიმაჩნია, რომ აი ამ პერსონაჟის ბავშვობიდან მოყოლებული, როცა ის ცდილობდა გაეცნობიერებინა თუ რა ხდებოდა იმ
ტრაგიკულ მოვლენებში, რომელიც მის ერს თავს გადახდა ისტორიის მანძილზე, ყალიბდება როგორც ნებელობა, მტკიცე ნებელობა იმისა, რომ ის უნდა ჩეჩენს არ აქვს უფლება იყოს სუსტი, არც ფიზიკურად და არც სულიერად. და ჩვენ ნახავთ, რომ გმირი ჰასანი, როგორც ლიტერატურული გმირი, ეს არ არის მხოლოდ დოკუმენტური ნაშრომი, დოკუმენტური წიგნი, თუმცა არც ამის უკმარისობა პირიქით ეს ასახავს, ზედმიწევნით ასახავს ყველა დეტალს, რეალურ პიროვნებებს, ისტორიულ პიროვნებებს, რომელსაც აქ თქვენ ნახავთ, რადუევი იქნება ბასარი თუ ნებისმიერი, რომელთანაც მას შეხება ჰქონდა, უბრალო ხალხთან, რომლებიც ასევე გმირობის პასუხს იტანდნენ ამ ომს და უწევდნენ წინააღმდეგობას, რა თქმა უნდა, ეს არის ზღვარსიქეთ, ადამიანის შესაძლებლობების ზღვარსიქეთ და ეს არის ამ ნაშრომში გადმოცემული ამ წიგნში. მე ვფიქრობ, როცა მე მას ვთარგმნიდი, ხანგრძლივად ვთარგმნიდი, არ არსებობდა ელექტრონული ვარიანტიც კი სამწუხაროდ და თითქმის 2 წელი ვთარგმნიდი. 2 წლის მანძილზე ყველა თავის თარგმნისა და განცდის უფრო მეტად განვისწიდი ვიდრე ვთარგმნიდი. რატომ? იმიტომ რომ ემოციურად ის ისე გადმოსცემს თქვათ დაბომბვას, ალხან ყალაში თქვათ როგორ საავადმყოფოს როგორ დაბომბავენ, ეს დაჭრილები როგორ შემოყავთ, როგორ იქცევიან პირდაპირ მხარეს დამხრობლები ფაქტობრივად ხომ, როგორ იქცევიან ჩეჩნები ამ ვითარებაში. ეს არის იმდენად ტრაგიკულად, იმდენად სიზუსტით აღწერილი, რომ შეუძლებელია, იმიტომ იყო ეს წიგნი და არის დღესაც ძალიან პოპულარული, რომ ვინც მის კითხვას გადაწყვეტს, ვერაფრით ვერ შეწყვეტს, იმიტომ რომ ყოველი მომდევნო ამბავი არის იმ წინას ისეთი ინტენსიური გაგრძელება, იმდენად ემოციური, რომ შეუძლებელია გუგლად წაიკითხო. როგორც თვითონ ვიტყობოდა, თურქეთში კითხვები ტიროდნენ და ბაზარშიც კი ისმეს, ეს თქვენ ახართო ის და გამომედევდნენ ალბათ თვითონაც იტყვის ამის შესახებ. მე მინდა თქვა, რომ ამ ბედნიერმა შემთხვევამ, როცა მე ჩეჩნეთში იტუყალის ზეიმზე ვიყავი და დიდი 4,000 კაციანი სუფრა იყო გაშლილი და როგორც შევიათ ხოლმე ძალიან ბოჰემურად, აი ამ მართლა გმირ ერს, რომელსაც ძალიან დიდი ისტორია აქვს კავკასიის ისტორიაში, ძალიან დიდი ისტორიის შემქმნელია, იმიტომ რომ თავისუფლების მოყვარე და მომორჩილებელი ერია და ამიტომ შეუძლებელია ჰასანი სხვანაირი ყოფილიყო, მაგრამ მას დაეკისრა ორი რამ, ერთი რომ უფრო მარტივი იქნებოდა უბრალოდ იერარქია ბრძოლა, მაგრამ როცა მის პატიოსნებაზე, მისი ქირურგის დამოკიდებულებაზე იყო საქმე, რომ როცა მას მიუყვანდნენ, თქვა, თანაბრად მკურნალობდა ის და არასხავდა დაჭრილს, არც ჩეჩენს, არც რუსს, არც სხვას, ყველას თანაბრად მკურნალობდა. ამიტომ რა თქმა უნდა მას სწორედ ამიტომ მოუღწევა იმ ფრონტზე, სადაც მას მეტი შეეძლო სარგებელი მოეტანა. მოიტანა მას ძალიან დიდი სარგებელი ხალხისთვის. ჩვენი მსმენელისთვის რომ უფრო საინტერესო იყოს, ქალბატონცი მე ჩაგირთვებით მივესალმები ჩვენს მაყურებელს უპირველესად და მინდა ესეთი პატარა ჩანართი გავაკეთოთ. ჩვენ ეხლა ხანს დავბრუნდით მოგზაურობიდან. მეცნიერთა კონგრესმა იმოგზაურა, ეს მოგზაურობა იყო მიზნული ჩვენი უწმიდესის პატრიარქის ხსოვნისადმი, ბატონ თემურის ხელმძღვანელობით, ბატონ თემურ შაშიაშვილის ხელმძღვანელობით, ჩვენ მივოგზაურეთ კავკასიაში. ეხლა თქვენ წეღან ბრძანეთ, მე მინდოდა იქ ჩამეგდო ეს სიტყვა, მაგრამ არ შეგაწყობინეთ, მინდოდა საინტერესოა თქვენი საუბარი და მსჯელობა. ის რომ ესე იგი აი დღეს რაღაცა შენელდა თითქოს ჩეჩენი და ქართველი ხალხის და ურთიერთობა. მე აი ამ მოგზაურობის შემდგომ პირიქით მინდა ვთქვა, რომ საოცარი სურათი დაგვდა, საოცარი და კიდევ ერთხელ დავწმუნდი, რომ ერთიანი კავკასია, ეს არის მომავლის პოლიტიკა. საოცარი სითბო, საოცარი სიყვარული, საოცარი ურთიერთდამოკიდებულება. ბატონი მოგამეთი ჩვენი მეგობარი უკვე. ნუ ეს როგორ ჩეჩნებზე შემიძლია თქვა, იგივე შემიძლია გითხრათ ინგუშებზე, იგივე შემიძლია თქვა ჩვენს ორს ძმებზე. დაღესტანი მთლიანად მოვიარეთ, მთელი კავკასია და მართლა ძალიან შთამბეჭდავი იყო იმისი შეგრძნება, რეალური აღქმა, როგორ უყვართ ადამიანებს ერთმანეთი.
რასაკვირველია ხა ჩვენა გაგვიმართლა რომ ჩვენ ყავს ასეთი ბატონი თემური რომელსაც შესაბამისად ყავს არაჩვეულებრივი საზოგადოება იმ მეგობრებისა რომლებიც იქ დაგვწვენ ბატონი მაგამედის თაოსნობით ვიტყოდი და ჩვენ კარგ ხალხთან მოგვიწია ურთიერთობა ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვისი სტუმარი ხარ ვისთან მოხვალ ასე დაინახავ მე იმ ქვეყანას ხო ვისი სტუმარი ხარ და აი ეს სიტყვა მე არ ველოდი სიმართლე გითხრათ იმიტომ რომ მე მაქვს გარკვეული ურთიერთობა ოსებთან მაგრამ ვერ დავიკვეხნი რომ თქვა იგივე მჭიდრო კავშირი მაქვს ჩეჩნებთან ინგუშებთან დაღესტნელებთან არა და აი ეს საოცარი განწყობა ქართველებისა და ამ ერებს შორის მართლაც დიდი ბედნიერება ვთვლი და ამიტომ რაღაცნაირად იცით მიუხედავად ჩვენი რელიგიური სხვაობისა ჩვენ სხვადასხვა რელიგიის მატარებლები ვართ მიუხედავად ბევრი სხვაობისა რაც არსებობს ახლა ჩვენს ჩვეულებებშიც მე მაინც ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო იქნება მომავლის პოლიტიკაში ერთიანი კავკასია იმიტომ რომ აი ეს ერთიანობა ჩვენ მაინც ერთნი ვართ აი კავკასიონი რაღაცა სხვა არის სამყაროში და ალბათ ყოლათ არ ქვია რა კავკასიელები ხო და ჩვენ რაღაცა პასუხისგებლობაც გვაქვს ამ ეპოქის ადამიანებს რომ უნდა გადავდოთ ის შეცდომები პოლიტიკური არასწორი ნაბიჯები რომელიც გადაიდგა ჩვენამდე რა თქმა უნდა ჩეჩნებთანაც იყო რაღაცა გაუგებრობები ომი მონაწილეობა ოსებთან ხო თავისთავად ახლა როგორი და დავკარგეთ 2008 წელს კიდევ რამდენი ტერიტორია ხო დაღესტნელებთანაც ახლა საუკუნეების მანძილზე ლეკიანობა იყო და ჰქონდა ეს ისტორიული პრობლემა ისე ერთადერთი ინგუშიერია რომელთანაც არ ჰქონია ჩვენ გაუგებრობა მაგრამ მერწმუნეთ რომ აი ეს დამოკიდებულება და сиყვარული ყველას მიმართ იყო ერთი და იგივე потом я постараюсь это перевести чтобы вам тоже интересно было а то жалко гостя сидит ничего не понимает და აი რაღაცა აღფრთოვანებულები დავბრუნდით და ჩვენ მეცნიერთა კონგრესი და ტელევიზია გვაქვს ეს ძალიან დიდი სურვილი რომ ჩვენი ეთერის რაც შეგვიძლია ჩვენ ხო აი სწორია დამოკიდებულება სამყაროსადმი მაშინ როდესაც ადამიანს რაც შეგიძლია იმას აკეთებ იმის მაქსიმუმში იხარჯებ რა შეგვიძლია ჩვენ ხო ჩვენი ძალიან დიდი სურვილია რაც შეიძლება მეტი ადამიანი შემოვიკრიბოთ ვინც კარგად იცნობს ამ კულტურას თვითონ ამ ნაციის ადამიანები ინგუშები ჩეჩნები დაღესტნელები ოსები და პერიოდულად დაუთმოთ მათ ეთერი და პერიოდულად ჩვენ მსმენელს გავაგებინოთ რომ პოლიტიკა არის ერთი მაგრამ ადამიანებს შორის სიყვარული ეს არის ყველაზე დიდი პოლიტიკა და ბერკეტი რაც შეიძლება დღეს კონდეს რიგით ადამიანებს და ის რომ ომი არის საშინელება ის რომ ომი არის დიდი შეცდომა ამაზე ყველა ერი და ყველა ნაცია ვთანხმდებით. ესწრებოდა კონგრესს სექტემბერში, სადაც ერთი სექცია იყო ანთროპოლოგია, ხო გახსოვდა რა? და იყო მოხსენებები, სწორედ კავკასიური ანთროპოლოგიის სექცია, მთლიანად ამას ეძღვნებოდა სექტემბერში იყო. და განსაკუთრებით ძალიან ახლოს არიან ჩვენი ჩრდილოელი კუთხეების წარმომადგენლებთან, სვანებთან, ხევსურებთან, თუშებთან და იქ მდებარე მოხევეებთან. ვაინახი გენიჩსკი особенно близко со странами ხევსურმი ჩვენს მაყურებელს კიდე მინდა უთხრა это про вас уже я говорю что вы такой знаменитый доктор что вы наш друг и вот есть такая программа не в будущем, мы уже о всем договорились, можно сказать. Да, что в сентябре вы собираетесь сделать операции в Владикавказе, да, насколько я знаю. И вот у нас есть такая радостная возможность, что мы будем оперировать 10 детей из Грузии, да. Из Грузии. Это будет абсолютно бесплатно. Большое спасибо вам за это. И я думаю, что это самая хорошая новость, что я узнала вот в течение последних лет. ესე იგი ქალბატონი მედია ამბობს იმას რომ ბატონი ჰასანის გეგმით სექტემბერში ვლადიკავკაზში ჩაატარებს ოპერაციებს აი ამ ბავშვებზე განსაკუთრებით
ღარიბი ფენის ვისაც არ შეუძლია დააფინანსოს და ეს საკმაოდ ძვირად ღირებული ოპერაცია არის, ოპერაცია და ის ამას აკეთებს სრულიად უსასყიდლოდ, უფასოდ. Кормиконеба მისი მხრიდან და этим, наверное, все сказано про Кавказ, про нашу дружбу, про наше отношение. ოპერაციები თემ სოფლიოს მასშტაბით, სადაც ექიმები საზღვარგარეთში მუშაობენ ამ რთულ ოპერაციებში. სხვათა შორის ჩვენ აქ საუბრის დროს მინდა მაყურებელს მეტი ინფორმაცია და დეტალი შევძინო, რომ ჩვენ საუბრის დროს გამოიკვეთა ისიც, რომ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს და ჩვენ შევეცდებით მეცნიერთა კონგრესი რამენაირად გამოვნახოთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით ეს გზა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება აი ამ დონის სპეციალისტი თუ ჩაატარებს საქართველოში ამ ოპერაციებს და ჩვენს ახალგაზრდა დამწყებ ექიმებს მიეცემათ იმის საშუალება, რომ აი ეს კორიფე ექიმის მასტერ კლასი მიიღონ, ესეც უფასოდ. ახლა ეს რამდენს ნიშნავს, წარმოიდგინეთ, რომ აქვე ჩატარდება, იქნება ადგილობრივი ანესთეზიოლოგი, იქნება ადგილობრივი გარემო ამბულატორიის და აი ეს საშუალებაც საჩუქარი იქნება მისგან და большое спасибо. გარდა იმისა, რომ აქ ბავშვს ჩაუტარებთ, აი წარმოიდგინეთ, აი ამ საქციელით, ამ ნაბიჯებით, აი ამ ქმედებით, ზუსტად ისეც რაზეც ჩვენ საუბრობდით, ხო? ნათქვამია ყველაფერი. რომ ადამიანებს გვიყვარს ერთმანეთი, კავკასიელებს განსაკუთრებით გვიყვარს ერთმანეთი და როგორც არასდროს დღეს ისე გვჭირდება ერთიანობა და ჩვენ შევძლებთ, ჩვენგან მერე ვიღაც რაღაცას გადაიღებს, სხვაც моиндомებს, другие тоже захотят. Так постепенно. Я немножко с вашим позволением, этот фонд, я как бы являюсь основателем международного благотворительного фонда «Дарим улыбку». Вообще благотворительностью занимаюсь с 2003 года. Вот, ჩვენი სტუმარი მოგესალმება და გვეუბნება, რომ ის ბრძანდება ამ ფონდის დამფუძნებელი, ფონდის სახელწოდება გახლავთ Gifting Smile. ეს არის ჩუქნით ღიმილს შეგახსენებთ კი არა და მოგახსენებთ, რომ ეს ოპერაციები ეხება ხალხში ასია სიმართლე სამედიცინო ენაზე არ ვიცი როგორ, აი ინგლის ხახა და კურდღლის ტუჩი რომ აქვს ბავშვებს, ამაზეა საუბარი. და საერთაშორისო რა თქმა უნდა ეს საფონდო ფონდი 2003 წელს რა 2003-დან არის ამ საქმიანობაში ჩართული და вот, конечно, в Америке очень много ездил разные страны с моими коллегами, с американскими докторами, вот, и, конечно, прооперировал тысячами детей. Но в последнее время я как бы акцентировался на Кавказе. რასაკვირველია, ამერიკის შეერთებულ შტატებში მათ ჰქონდათ ძალიან ბევრი შტატთან ურთიერთობა, ძალიან ბევრი ბავშვის ოპერაცია ჩატარდა ამერიკელ კოლეგებთან ერთად, მაგრამ აი დღეს უკვე მას ძირითადი აქცენტები აქვს გაკეთებული კავკასიაზე. Ну и, конечно, в других и российских регионах тоже оперируют. და რასაკვირველია, რუსულ რეგიონებშიც ვრცელდება მისი ინტერესი. И когда мы проводим вот эту благотворительную миссию, мы оперируем детей не только из Северного Кавказа, приезжают с Таджикистана, с Узбекистана, с Киргизии, приезжают родители, чтобы их прооперировали. ანუ როდესაც ჩვენ ვატარებთ ამ ოპერაციებს, მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიას არ ეხება ეს ოპერაცია, იქ ჩამოდიან მოყავთ მშობლებს ბავშვები ტაჯიკეთიდან, ყირგიზეთიდან, ეს მოგეხსენებათ რუსეთია და ჩვენ მათაც ისევე უსასყიდლოდ ვემსახურებით, როგორც ჩრდილო კავკასიის ბავშვებს. Ну и, конечно, с других российских регионов тоже. და სხვა რუსეთის რეგიონებიდანაც ნავალად არის. Мы никому никогда не отказываем. ჩვენ არავის არასდროს უარს არ გვეუბნებით. И первый приоритет мы отдаем детям, это сироты,
პირველი პრიორიტეტები არის, რა თქმა უნდა, ოპერაციის დროს პირველი ეს არის ობოლი ბავშვები, дети, которые находятся в детдомах, რომელიც ცხოვრობენ ბავშვთა სახლებში значит, малоимущие და სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ვინც არიან. Я სიროტის კაზებებში. готов, вот, чтобы принять и бесплатно прооперировать 10 детей из Грузии. მე მზად ვარ, რომ მივიღო საქართველოდან бавშვები და გავუკეთო სრულად უსასყიდლოდ ოპერაცია. Спасибо вам. Я оставлю свои координаты и расскажу подробно, как надо этих детей готовить на операцию. Вот, поэтому ჩვენ გვექნება სრული კოორდინატები ჩვენი მეგობარი ექიმის და რასაკვირველია მოხდება კომუნიკაცია პაციენტსა და მას შორის და ის მისცემს სრულ ინფორმაციას თუ რანაირად უნდა მომზადდნენ ეს ბავშვების საოპერაციო. Вот буквально 2 недели тому назад я вернулся с Узбекистана, где вот, Каракалпак, город Нукус, где мы прооперировали 80 детей. 80 детей. Рассчитывали. И планировали 50, но так как там действительно большая трагедия была, мы решили, что будем оперировать с 8 утра до 11 ночи. И 300 детей мы проконсультировали. 300. ანუ ეს რამოდენიმე ხნის წინ დავბრუნდი ყირგიზეთიდან უზბეკისტანიდან, სადაც ჩვენ ჩაუტარეთ 70 ბავშვს ოპერაცია. 80 ბავშვს ჩაუტარეთ ოპერაცია, გეგმავდით რომ 50 უნდა ყოფილიყო, მაგრამ იმდენად დიდი იყო ეს მოთხოვნა და პრობლემა, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ და 80 ბავშვს ჩაუტარდა ოპერაცია და ამ 80 ბავშვის ოპერაციის გარდა მათ 300 ბავშვს გაუწიეს კონსულტაცია. Სიმართლე გითხრათ, მე გაოცებული ვარ, რამდენად დიდია მაჩვენებელი. Значит, в этой стране очень большая და ეს ოპერაციები კეთდებოდა დილის 8 საათიდან ღამის 11 საათამდე. Было бы очень хорошо, конечно, даже это можно в частной клинике, разницы нет, да. Чтобы я мог проконсультировать этих детей и посмотреть, отбирать их на операцию, там, потому что играет возраст, там играет сложности и так далее, потому что они приедут, друг из них будет какие-то противопоказания, да, бывает такое, вот, какие-то серьезные сопутствующие заболевания. Поэтому было бы очень хорошо, я бы готов был бы приехать в Грузию специально, консультировать и отбирать этих детей, чтобы их вперед-назад, чтобы не возить. ესე იგი საოცარამე ადამიანები წარმოიდგინეთ ახლა ესე იგი მე მზად ვარ რომ თუნდაც ეს იყოს კერძო კლინიკაო სადაც მე მოხდება ჩემსა და პაციენტებს შორის შეხვედრა კონსულტაციას გაუწევ ამ ყველაფერსო რადგან მე ვიყოს დარწმუნებული არაწვალოს ეს ბავშვები წინასწარ მოხდეს მათი კვლევა მათი შეფასება მათი სიმძიმის შეფასება მოხდეს რომ წინ და უკან ეს бавშვები ტყუილად არ ватарოთ, ну, არ ვიცი. Самой даже не верится. Вот я слушаю вас восхищена. Да, верить, но вот доброта в такой степени. Спасибо вам за все, за то, что вы сделали и за то, что вы собираетесь делать. Спасибо вам. Дай Бог вам долгих лет, здоровья и энергии. Спасибо вам. Вот человек от Бога. Человек от Бога, название. Да, это уже от Бога. Ну, აი მართლა გაოცებული ესეთი ამაღლებელია ხა ჩემთვის თავს ვიკავებ რომ ცრემლები არ წავმივით ეს იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ახლა თითოეულ მშობელი რომელიც ამ გადაცემას მოусმენს და რეალურად მათ აქვთ ეს პრობლემა ესე იგი არსებობს ადამიანი რომელიც გარდა იმისა რომ თავის ზე მაღალ კვალიფიკაციას უფასოდ
თავაზობთ, ხო? კიდევ ჩამოვალო ადამიანი ამბობს სპეციალურად, რომ ეს ბავშვები შევისწავლო, არ ვაწვალო, აი ეს დამოკიდებულებამ გამაოცა და მე მას თქვენი სახელით და ყველა სახელით მოუხადა ეხა მადლობა და ვამბობ ესეთ რაღაცას, რომ აი ესეთი ადამიანები არიან ღმერთისგან, აი ესეთი უნდა იყოს ადამიანი, ეს არის ღმერთის შვილი. მადლობა, სპასიბო. Спасибо. Очень трудно. ახლა ისე დაუბრუნდით ქალბატონ ცირას. ქალბატონ ცირა, რას დაამარდებდით ახლა თქვენს? ეს ყველაფერი ამ წიგნში რეალურ მოქმედებაში უკვე არის. როდის უნდა ველოდოთ? ივნისში უკვე პრეზენტაცია იქნება, ვფიქრობთ ფართო მასშტაბით. აიქაც ბატონმა ხასანმა გაითვალისწინა სტუდენტების ფინანსური მდგომარეობა და ისეთი შესაძლებლობა მოგვცა, რომ მე ხელყრიანიც იყოს, რომ უფრო ფართოდ გავწევდეს. საკმაოდ დიდი ტირაჟია. მე მაინც ვფიქრობ, რომ ტირაჟი რამდენია? ჯერჯერობით 2000-ია ეს თვითონ დააფინანსა ეს რომ ეს პრობლემა არ ყოფილიყო. რა თქმა უნდა, ჩემი მოღვაწეობა მხოლოდ მეგობრული და კოლეგიალური თუ შეიძლება ასე ითქვას, როგორც ავტორთან და როგორც ქირურგთან. დიახ, მე საოცრებები, რასაც ახლა აქ ყვება, რეალობაში ნახე განვიცადე ამ წიგნის მიხედვით, როგორი იყო მაგალითად კონკრეტული ოპერაციის დროს, როცა აი აქ აღწერილია ამ სურათზე, როცა გროზნოში დიდი დაპომპა იყო და იმდენი მოყავდათ დაჭრილები და ის რომ თვითონ ერთმანეთს ელოდებოდნენ, უთმობდნენ, წარმოიდგინეთ რა უცნაური ხალხია, თვითონ კვდება, მაგრამ აი ვიღაცას უთმობს, ბავშვს უთმობს, შვილს უთმობს, ან ძმას უთმობს, აი ესეთი ტრაგედიები მის თვალწინას ერთმანეთზე ეწყო ეს დაჭრილები, ადგილიც აღარ იყო, ამ საავადმყოფოები უკვე დაბომბილი იყო და როცა მას უნდა გაეკეთებინა არჩევანი, რომლისთვის მიეხედათ, პირველი იყო რა თქმა უნდა ბავშვი და საოცარი ემოციის გარშე ერთ მათგანს ვერ წაიკითხავთ, გვერდი არ იქნება, რომელიც არ დატოვებს ადამიანზე მძიმე ემოციურ განცდას. იყო დღეები და ეს ფაქტობრივად ეს ომის პერიოდი იყო ის, რომ 24 საათი მას არ ეძინა, არ ჭამდა, არ გადიოდა, არ ისვენებდა ამ სურათზე სწორედ ეს შემთხვევა, როცა რაღაც 5 წუთიანი შესვენებით და მისი ექცნები როგორ აღწერს იმ თანაშემწეებს, სამედიცინო დებს, რომლებიც ეხმარებოდნენ, რომლებიც ასევე შეიძლება ითქვას გმირი ქალები იყვნენ და ისინი ახერხებდნენ გადაერჩინათ ადამიანები. ვინმეორედ განურჩევლად მისი ეთნიკური კუთვნილებისა. მთავარი ემოცია იყო გადაერჩინა სიცოცხლე. მასში არასოდეს არ იყო მტრის ხატი, როცა ის უკვე იყო დაჭრილი და საოპერაციო მაგიდაზე შემოყავდა, ის უკვე აღარ იყო მისთვის ეთნიკურად სხვა. ის იყო ადამიანი თავისი უმაღლესი ღირებულებით, რომელმაც შეიძლება მის ეთნოს ერწყობა, მაგრამ ამ სუთას ის უნდა გადაერჩინა. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ჰასანი დადგა ნოხჩალაზე ზემოთ. ეს უმაღლესი კოდექსია, მაგრამ იქ დევს ის, რომ დევს უნდა მტულად მოეყვრა და ჰასანის ქირურგის ფიცმა ფაქტობრივად გადასინჯეს 1000-წლოვანი ტრადიციული მოვლენა და გახდა საერთაშორისო. მე ვფიქრობ, ეს არის ჰუმანიზმის უმაღლესი გამოხატულება. თქვენ რასაც ამბობთ, მიქვისო ეხლა და ვერიგირებო, ეს ყველაფერი არაფერი საქმებელი არ არის. ეს იყო უკვე შედგა, ასეთი იყო ის, როგორც კი ქირურგად დანა ხეცირა, ეხლა იმდენად ესეთი მე პირადად აი მოუთმენლად ველი ამ წიგნის გამოსვლას, მართლა საოცარი ისტორია და ეს არ არის მოგონილი ამბავი, აგერ ჩვენს გვერდის ისეთ ადამიანი. მე მადლობას ვუხდი ღმერთს, მადლობას ვუხდი ჩვენს მეგობარ მაგომედ და რომ მოგვეცა საშუალება ასეთი უნიკალური ადამიანის გაცნობისა. ჩვენი ტელევიზია ძალიან დიდი პრესტიჟია, თქვენი სტუმრობა, მოხარულები ვართ. დაველოდოთ წიგნს დიდი ინტერესით, დაველოდოთ იმას, თუ როგორ განვითარდება მოვლენები და რამდენად
მივაწვდით ჩვენ ადამიანებს ამ ინფორმაციას, რომ აგერ არსებობს ადამიანი, ვინც უსასყიდლოდ, აბსოლუტურად ბავშვებს მოუყარებს ამ უდიდეს პრობლემას და თითოეული ჩვენთაგანის და ყველა სახელით კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო, я еще раз хочу выразить мои большие благодарности. До слез довели меня вот с вашей историей. Я очень рада, что мы познакомились, что вы наш гость, и я думаю, что не первый, не последний раз это Все взаимно. Спасибо вам, спасибо. Я еще вот... Пока я сейчас добавлю ответом, и, конечно, მე როგორც კითხოს და როგორც მეცნიერს უამრავი ინფორმაცია მაქვს ზოგადად კავკასიის შესახებ და კავკასიის ომებიდან არც ერთი ომი არ არის აღწერილი ისე რეალისტურად და ამავდროულად მხატვრულად უბრალოდ არ არსებობს. როგორც ეს, ამიტომ მოდი ვთქვათ, ეს არ არის მხოლოდ ქირურგი, ეს არის დიდი მწერალი, ნიჭიერი ადამიანი, ძალიან ნიჭიერი ადამიანი და ის ახერხებს დადგეს აი ყველაფერზე მართლა. ეგ არის მთავარი და ამისთვის მე ხასანს ვწერს. Извините, что не дали вам слово, но... Чтобы вот те зрители, которые будут смотреть и просто, я не знаю, сказали или нет, с какой патологией мы будем отбирать этих детей. Вот это одностороннее, двустороннее расширение верхней губы и расширение твердой и мягкой губы, ну и, конечно, другая патология лица и шеи. Но в народе, как говорят... Да, я в народном языке объяснила. Объяснил, все. Вот это медицинском я не знаю. Да. Ну, спасибо вам еще раз, миллион раз. Мы вас уже любим, уважаем и всегда рады. Спасибо. დიდი მადლობა ამით დაგემშვიდობებით და აი მართლა ძალიან ბედნიერი ვარ რომ დღეს მოგეცა ესეთი საინტერესო ადამიანების მასპინძლობის საშუალება. დიდი მადლობა ქალბატონ ცირა თქვენას დიდი საქმისთვის. ძალიან საინტერესო წიგნი გველოდება. ისე რომ მადლობას გიხდით სხვანაირად და მომავალ შეხვედრას.